ისეთი ბედნიერი ცხოვრება მქონდა, მე არასოდეს არაფერზე არ ვზრუნავდი. ჩვენ ოჯახში იყო კაცი, რომელიცაც მხრებზე აკიდებული ჰქონდა ოჯახის ყველა ფუნქცია. მე ვიყავი მარტო დიასახლისი. აი რომელსაც ევალებოდა სადილის მომზადება, სახლის დალაგება, მე ერთი დღე არ მიმუშავია. მე მსახურებოდი, ჩემი მუშაობა იყო ოჯახში ფუსფუსი. ადამიანი თითქოს იჩაგრება და როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე ძალიან დაბნეული დავრჩი. აი ეს ოჯახის გაძღოლაში მე ძალიან დავიჩაგრე, დავიბენი. და აი ახლა რომ ახალგაზრდა ვიყო, მე არ დავიბნეოდი ნამდვილად, სულ სხვანაირად წავიყვანდი ჩემ ცხოვრებას, მაგრამ ეხლა უკვე გვიანია სინანული.